რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომის პაპი დილით ადგილობრივი დროით 7 საათსა და 35 წუთზე საკუთარ რეზიდენციაში, კასას სანტა მარტაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას რომის წმინდა ეკლესიის წარმომადგენელმა კარდინალმა კევინ ფარელმა აცნობა. ის კათოლიკურ ეკლესიას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. პაპი ფრანცისკე საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის საერნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა. მიმდინარე წლის დასაწყისში რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თებერვალში მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც რამდენიმე კვირა ჰოსპიტალში გაატარა. ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ, რომ გარდაიცვალა ჩვენი წმინდა მამა ფრანცისკე. დღეს დილით 7 საათსა და 35 წუთზე რომის ეპისკოპოსი მამის სახლში დაბრუნდა. მან მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. მან გვასწავლა, რომ სახარების ღირებულებების ერთგულებით, გამბედაობითა და საყოველთაო სიყვარულით გვეცხოვრა, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბებისა და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების სასარგებლოდ. მისი, როგორც უფალი იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის მაგალითისთვის, ჩვენ პაპ ფრანცისკეს სულს ერთი და სამების ღმერთის უსაზღრო მოწყალეს სიყვარულს ვაბარებთ. რომის პაპის გარდაცვალებას უკვე ეხმაურებიან საქართველოში და მსოფლიოში. ჩემი თანაგრძნობა მილიონობით კათოლიკეს, რომელიც აღდგომის ორშაბათს პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს პატივი მქონდა ოფიციალური ვიზიტით ყოფილიყავი ვატიკანში და შემეთანხმებინა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოებისა და კულტურების ურთიერთობების გაღრმავებისთვის, წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას, წერს კობახიძე. პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან შთააგონა მილიონობით ადამიანი კათოლიკური ეკლესიის მიღმაც, თავისი თავმდაბლობით და სიყვარულით გაჭირვებულთა მიმართ. ჩემი ფიქრები ყველასთანა, ვინც ამ ღრმა დანაკარგს განიცდის და იპოვონ ნუგეში იმ აზრში, რომ პაპ ფრანცისკეს მემკვიდრეობა კვლავ გაგვიწყვება უფრო სამართლიანი, მშვიდობიანი და თანაგრძნობით სავსე სამყაროსკენ, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ყველა კათოლიკეს უსამძიმრებს. სამძიმრის წელს საქვეყნებს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკურ საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ შეძრა, წერს რუტე. პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას ღრმა მწუხარებით ეხმაურებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც. მე და ჩემი მეუღლე ღრმად დაგვამწუხრა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების ცნობამ. თუმცა გულს ოდნავ გვიმსუბუქებს ის ფაქტი, რომ მისმა უწმინდესობამ შეძლო გაეზიარებინა აღდგომის მილოცვა ეკლესიისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება მისი თანაგრძნობის, ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვისა და ყველა მორწმუნის საერთო მიზნისთვის გაწეული ღვაწლის გამო. მისი რწმენა, რომ შექმნაზე ზრუნვა ღმერთისადმი რწმენის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით ის ღრმად შეეხო უამრავი ადამიანის ცხოვრებას. დედოფალთან ერთად განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენიებთ წლების განმავლობაში მის უწმინდესობასთან შეხვედრებს და გული მადლიერებით გვევსება. მადლიერებით, რომ ამ თვეში მისი ნახვის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა. გულწრფელ სამძიმარს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ ეკლესიას, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით ემსახურებოდა და იმ უამრავ ადამიანს, ვინც შთაგონებული იყო მისი ცხოვრებით და ახლა იესო ქრისტეს ამ ერთგული მიმდევრის დაკარგვას გლოვობს. ბუენოს-აირესიდან რომამდე პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა და ეს იმედი განუწყვეტლივ აღდგეს მის შემდეგაც. ჩემ მეუღლესთან ერთად ყველა კათოლიკესა და გლოვით მოცულ მსოფლიოს ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას უგზავნით. გულითადად ვუსამძიმრებ მილიონობით ქრისტიანს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ის უყვარდათ. ბედნიერი ვიყავი, რომ გუშინ ვიხილე ის, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მძიმედ იყო ავად, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მისი ქადაგება, რომელიც მან კოვიდის ძალიან ადრეულ პერიოდში წარმოთქვა. ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო და უფალმა განუსვენოს მისი სული. ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთ ამერიკელი მეთაური იყო. ის 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ მე-16-ის გადადგომა უძღოდა წინ. ტრადიციის მიხედვით პაპის ბეჭედი, რომელსაც ის ოფიციალური დოკუმენტების დასალუქად იყენებდა, ნადგურდება, რაც მისი მმართველობის დასასრულის ნიშანია. პაპის სიკვდილს 9 დღიანი გლოვა მოსდევს, რომელსაც ნოვენდიალეს უწოდებენ. ტრადიციულად პაპის დაკრძალვა დიდ პომპეზურობას მოიცავს, თუმცა ფრანცისკემ პროცესის გამარტივება მოითხოვა. ცვლილებების ფარგლებში გაუქმდა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია.
ტრადიცია, რომელიც კვიპროსის, ტყვიისა და მუხისგან მზადდებოდა. ასევე გაუქმდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პაპის ცხედარი პატივის მისაგებად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი ბოლო 100 წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. პაპის სურვილით მისი საბოლოო განსასვენებელი რომში მდებარე წმინდა მარიამის ბაზილიკა იქნება. ახალი პაპის არჩევის უფლება კარდინალთა კოლეგიას აქვს. ეს არის ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირების კოლეგია, რომელთაც პაპი თავად ნიშნავდა. ამჟამად მსოფლიოში 252 კარდინალია, თუმცა მხოლოდ 138 მათგანს აქვს ხმის მიცემის უფლება. დანარჩენები 80 წელს გადაცილებულები არიან და მხოლოდ დისკუსიაში მონაწილეობენ. პაპის არჩევა მიმდინარეობს დახურულ სხდომაზე, ეგრეთ წოდებულ კონკლავზე, სიქსტის კაპელაში, რომელიც მიქელანჯელოს ფრესკებით არის მოხატული. კარდინალები ხმის მიცემას აგრძელებენ მანამ, სანამ ერთი კანდიდატი ხმის 2/3-ს არ მოაგროვებს. ეს პროცესი რამდენიმე დღეს, ზოგჯერ კი კვირეები გრძელდება. როდესაც პაპი აირჩევა სიქსტის კაპელადან ტრადიციული თეთრი კვამლი ამოდის. ეს არის ნიშანი იმისა, რომ კათოლიკურ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს.